ჩემი ცხიმწველი კოქტეილი ინტერნეტში ძალიან მოდაში შემოვიდა, უკვე დღე არ გადის, რომ არ მომწერო, როდის დავლიოთ, რანაირად დავლიოთ და როგორ დავწვათ, ასე ვთქვათ, ცხიმი მარტივად. და რა ხდება? წინა ვიდეოში მე გამოვედი და პირველი 10 წამი ვისაუბრე, რომ შავი პილპილი ზირა და ასე ვთქვათ, რამოდენიმე სუნელი უნდა გააურიო ერთმანეთში და ეს მიირთვა თუ გინდა ცხიმი მარტივად დაწვა და მე მთელი 50 წამი იმაზე ვსაუბრობდი, რომ ნუ დაუჯერებთ რაღაც ჯადოსნურ ჯოხებს, ინტერნეტში პიარდება იქ პილპილისგან გამზადებული კოქტეილები, იქ რაღაცა ყავა და მაწონი გადაურიე, რაღაცა კოჭა და იმბირი და ასე შემდეგ და ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს. თუ გახდომა გინდა, კვება უნდა დააბალანსო და კვების ბალანსი თუ გინდა მარტივად ისწავლო, ჩვენი არხი გამოიწერე უამრავ ვიდეოს და ამის შესახებ და გთხოვთ, ამ ერთ წუთიან ვიდეოებს ბოლომდე უსმინეთ ხალხო, რომ სწორი დასკვნა გამოიტანოთ. არ გეგონოთ, რომ პილპილი რაღაცა ჯინჯერი და კოჭა და იქ ძმარები და რაღაცები ცხიმს დაწვავს. ცხიმის დაწვა და ჯანმრთელობა და სიჯანსაღი თუ გინდა, უნდა დააბალანსო შენი კვება.